მშვიდობის ახალხებო. აბა როგორ ხართ, როგორ გზარდებით? მე არ ვიყავებ გუშინ წინდელი ვლოგიც არ მაქვს გადახებული. დღეს ძალიან გახარებული და ძალიან ბედნიერი ვარ. გუშინ ძალიან კარგი დღე გქონდა. ხო, როგორც გითხარით, გუშინ იყო თამარა ბებიას წლის თავი და იქ ვიყავით. და რაღაცნაირი ისეთი გარემო იყო. აი მისებული. მოვყვები და მიუხედავად იმისა, რომ იყო ესეთი სევდიანი, რადგან იყო წლის თავი, მიუხედავად მაგისა, იყო ძალიან მშვიდი, ძალიან ახლობლური, ძალიან სავსე სიყვარულით. იყვნენ უახლოესი ადამიანები, ზოგი უახლოესი ადამიანი ვერ იყო, მაგრამ ეგეთი რაღაცეები ხდება და გვესმის, რა თქმა უნდა. და ვინც იყო ასევე, იყო ძალიან უახლოესი ადამიანები და ისეთი იყო რა, აი შეიძლება რომ მაგალითად დღეს ამ ცხოვრებაში, ამ გადარბენებში, საქმეებში, დაკავებულობაში შეიძლება რომ მაგალითად რაღაც ვერ შეხვდე ადამიანს რამდენი ხანი და რაღაც და გიგონება იმ ყველა ეგ ადამიანი, რომელიც შეიძლება რომ ვერ შეხვდე და რაღაცა ერთად მოიყარა თავი თამარა ბებიამ შეკრიბა თითქოს და თამადა იყო კოტის მამა, ანუ სიძე თამარა ბებოსი და ესე იგი როცა სიძეს სიდედრზე ლაპარაკისას თვალზე ცრემლი ადგება სამჯერ თქვა სადღეგზე რომ თამარა ბებოსა თქვა რომ ისე მიყვარს რომ მინდა რომ თქვაო და ანუ წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული და რამხელა ადამიანობა და ამაგი და ზრუნვა ადამიანს ჩადებული რომ ესე უყვარს სიძეს. ხო იცით სიძეების და სიდედრების ამბავი როგორ ვერ იტანენ ხოლმე. ხო და არ მახსოვს ან მეგობრები მიმეყვანოს ან რაღაცაო და რაიმე უარყოფითი და რაღაცაო არ მახსოვს წარმოიდგინეთ ამდენი წლის განმავლობაში და ეს არის რა ვიცი რაღაცა საოცრება და იმხელა მე ვთვლი რომ თამადაც ვინც იქნება სიყვარულით უნდა იყოს რომ ამ ადამიანს იცნობდა წლების განმავლობაში და უყვარდა ისე კი არა რომ ჩამოუწერენ ხოლმე და მისცემენ ხოლმე და ეგრე რომ კი ამბობს ხოლმე ანუ კი შეიძლება მიჩვეულია და ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ თამადასთვის რომ აი ნაქირავები თამადები რო არის ხოლმე დიდ სუფრებზე, თითქოს ანუ არც არავინ არ არის ხოლმე ის ადამიანი და ეს იყო ძალიან კარგი, რომ ესე უახლოესი ადამიანები და თან ეს ადამიანი რო იყო
ეს თამადა გასვენებაში იყო ბევრი ხალხი და თამადაც იყო იმითი მიკროფონი და მთელი ამბები, მაგრამ ეხლა ესე იყო თვითონ გარემოც იყო ძალიან ლამაზი, ძალიან მშვენიერი და აი რაღაც არ ვიცი რა, ძალიან დიდი მყუდროება გამომყვა. აი ისეთი სუსტად როგორც თამარა ბებიას ქონდა და როგორც თამარა ბებიას სახლშიც იდგა, მისიდან გამომდინარე და მის დამსახურებით. ძალიან პატარა კადრები გადაღებული, რომელიც აქედა რომ მივდიოდით, მაშინ გადავიღეთ, მერე იქ ყვავილები რო ვიყიდეთ, მერე საფლავზე და ამ ყველაფერს ჩაგისვავთ და გაჩვენებთ, ხო? ხო და აი ასეთი დღე იყო, მოვედით გვიან საღამოს რა, რომელი იყო 6 ალბათ თუ 7 მოვედით. ხო და ევა იყო მონატრებული, ვითამაშეთ, მერე წავედით პარკში ერთად. ბონი ისეთი მონატრებული იყო, რომ მთელი საღამო მიყებს ხოლმე მეთამაშეო და ეხლა მიყებ და ჩემთან იყავიო და აი რამდენიც არ უნდა მოვფერებოდი, არ ყოფნილი და მაინც მიყებდა და ბოლოს ავიყვანე ხელში უდუთხნე, ასე მკოცნე, ვეფერები, ალერსეულვე, ყველაფერი გავაკეთეთ ერთად და ბოლოს უკვე დაძინების წინ გვიან ხამე დამშვიდა, თორე ტვინი წაიღო მთელი საღამო და რომ უბრალოდ ნუყებ მეთქი, ეგეც არ შეიძლება მაინც ყებდა. ხო, აი ესეთი დღე იყო გულში. და ვფიქრობდი, რომ ნეტა ღმერთო მეც შემაძლებინე, რომ ვიყო ესეთი ქალი, ესეთი დედა, ესეთი ბებია, რომ და მომეციეს მადლი, რომ აი გავიარო ღირსეულად ცხოვრება, ნებისმიერი სირთულისა და მერე შვილებს, რომელსაც უყარხარ, რომელსაც გული წყდება, არ აქვს მნიშვნელობა, რომ მე რამდენი წლის აროსა გიყვარს, ყოველთვის გული წყდება და გინდა რომ სულ შენთან იყოს და ანუ აი მეც ესე მაცხოვრე მეთქი და მეც ესე აი ესე მერე რომ მოდიან ადამიანები, რომლებსაც უყარხარ, რავი, ძალიან ძვირფასია ეგ. და როცა გაიარე ცხოვრება, დაბერდი, ღირსეულად იცხოვრე, შენი გასაკეთებელი გააკეთე, შენ ძვირფასი ადამიანების გულში სამუდამოდ დარჩი და შენიანისაც ცუდი არავისი არ გინახავს, ისე წახვედი, ანუ ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა, ძალიან დიდი ამ კუთხით და იქ თამარა ბებიას საფლავზე ვიყავით, აი რუსებთან დაიბოგ მომცეს ღმერთმა მეც ესეთი ვინატრე, რომ ერთი შეძლო მე ვიყო ისეთი ღირსეული და ისეთი კარგი, როგორც იყო თამარა ბებო და მეორე კიდე ის, რომ აი ღმერთმაც მოგცეს, რომ იცხოვრო, გაიარო შენი ცხოვრების გზა, დაბერდე, შენი საყვარელი ადამიანები კარგად ყავდეს, შვილები და რავი, ეს ძალიან კაი სუფრა იყო, გოჭი, ხაშლამა, რავი, ყველაფერი იყო, ოსტრი, ქაბაბი, თუკუპადი ქვია თუ ქაბაბი, ხაჭაპური, ლობიანი, წნილეული, ფხალეული, ყველი და ჭადი, ნამცხვარი და ტორტი, ღვინო და ლიქიორი და ვისკი, ხილი, ბოსტნეული, ბადრიჯანი ნიკოსში, მავიწყდება თან, ლობიო,
სოკო, კეთზე. ბევრი რაღაცა იყო, რაღაცები შევა გამომრჩა კიდეც. გადაღებულიც მაქვს. ყველაფერი იყო ძალიან მშვენივრად. კიდევ ერთხელ შევკრიბა თამარა ბებო. საფლავი 1 წლის წინ ხო ვიყავი მე და ეხლა და სასაფლავი იყო ახალი. იმდენი, ანუ რავი, ერთი იმდენი საფლავი მეტი თუ არა რაც იყო დამატებულია. სამწუხაროდ. ყველა ტელეფონი დასტენი მაქვს, ორი მქონდა თან წაღებული, ისინი ორივე დასტენი, ესეც დასტენია. ამიტომ მე გავაგრძელებ, დავიკითხავ თქვენ კომენტარებს. გეტყვით ვინ რამდენი ჩამირიცხეთ. გამიხარდება თუ დამეხმარებით და რამდენი შეიძლება ჩამირიცხოთ გენეტიკურ ტესტისთვის. მიყვარხარ ძალიან. ვინც ჩამირიცხეთ უკვე ყველას ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ყველა სიჭრილი იქნება, რომ გავიკეთებ მაგ გენეტიკურ ტესტს. ან დამშვიდები და ან შემდეგ ზომებს მივმართავ. ყველასი თქვენ წვლილი იქნება და ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი და უღრმესი მადლობა. ხო. ასევე გუშინდელი ფრაგმენტები მაქვს, გუშინწინდელიც. მაგებს მოვიფიქრებ, გუშინძელს ალბათ აქ ჩავსვავ, ან ცალკე მე მგონი ძალიან პატარა გამოვა და გუშინწინდელს კიდე ალბათ ცალკე გავაკეთებ. ხო. გუშინ საღამოს კარპუში დაგვყანა ევამ ვიყიდე რძე, 2 ცალი. ევას კოქტეილი ვიყიდე, სოკო ვიყიდე გამა. და ყავა ის ჩემი საყვარელი ყავა აქციაშია 32 ლარს 17 ლარად არის და მე ყავა ვიყიდე კიდე. ხო. და მოგვიტოს. კიდევ ერთხელ მოგვიანებით გილოცავთ მარიამობას ყველას. გფარავდეთ მისი მართლი, მისი ძალა.ძლიერესი დღე. ზუსტად კარის მეზობელი თამარა ბებიასი. არის გარდაცვლილი 28 აგვისტოს, ანუ მარიამობას და იქ რო იყო შესული თურმე წლის თავზე თუ რაღაც. ანუ იქ უთქვამს თამარა ბებოს, რომ რა კარგი დღე არისო, ნეტა მეც ესეთ კარგი დღეს წავიდოდეო. გეგონება ღმერთმა ეგ სურვილით შეუსრულა. ესაუცრება. ელისოს გამომცხარი, ნამცხარი რო არ მეჭამა არ იქნებოდა. იმიტომ რომ უგემრიელესი ნამცხარია. თანაც გამოგვატანა. გამოგვატანა გუშინ ხაჭაპურები, ლობიანები, ხორცების მიქსი, ხო, ხორცი იყო შემწვარი, იყო ძროხის, იყო ღორის, ღორის კი არა, გოჭის იყო ქათამი შემწვარი, გოჭი, ძროხა, ხაშლამა, თევზი იყო კიდე ორაგული, ხო. და ეს ყველაფერი მიქსი გამოგვატანა. ტორტის ნახევარი გამოგვატანა ხილის, ნახევარი ჩვენ გამოგვატანა, ნახევარი მეორე შვილს, ანუ სულ ყველაფერი ესე გაყო და ხოწებოეთ არ გვინდაო და ესე გამოგვატანა ყველაფერი. ხო და ეს ნამცხრებიც და გუშინ ისეთი რაღაცნაირი ემოციურად სავსე ვიყავით, რომ მოდი კი არ გადამიღია.
ასე რა დამოსვლია, რომ არც გამხსენებია, რომ გადამეღო. აი რანაირად დამემართა, ეგ არ ვიცი. თან ჩემ მარათონში გოგოებს ველაპარაკებოდი, იმიტომ რომ მთელი დღე არ ვიყავი და ხო და რაღაცნაირად ესე ამომივარდა ამის გადაღება რა. 3 დიდი კონტეინერი იყო. ხო და მუსრი გავლეს, ხორცი კი არის, მაგრამ ხაჭაპური, ლობიანი, ნამცხვარი, ტორტი, ეგენი ფაქტიურად არ არის უკვე. ხო. ბატონო,